გამარჯობა. ეხლა მოკლედ გეტყვით, რაზე მინდა გესაუბროთ რა. კაი ხანია არ მილაპარაკია და რაზე ვიბექსნით ერთებს გულში. ნუ ერთებს რა და აქტუალური თემები რაც არის. გვერდი გამეიწერეთ, არხი დაალაიქეთ, რავი, ყველაფერი ქენით ამ ვიდეოს კუთხეში სადაც დევს ესა კუთხეში და დააწექი და უფასოა და შენი რა მიდის. არც ფასიანი ყოფილა და არც გაძვირებულა რომ არ გამეიწერო და არ დაალაიქო. მოკლედ ისიც თქმა მინდა რა, შეეხვალა ამ ინტერნეტში წალეკა მოგზაურობის ვიდეოებმა ყველაფერი რა. ტაილანდი, აფრიკაო, ესეო, ციმბირიო, რა ვიცი, გადატანებაო. აი ხალხიც მიმდგარი უყურებს, წასვლა უნდაჭო და კაცი ქედაში არა ნამყოფი და აფრიკაში უნდა წასვლა. ცოცხალი ხობო არ უნახია, ხობო და ზებრის ნახვა უნდა აფრიკაში. მაგი არა ზოგმა სვანეთი იცის მარტო ანეკდოტები და აფრიკაში უნდა წასვლა. ერთი საქართველოს ნახებოლომდე და მერე წეიდა ღმერთმა ხელი მოგიმართოს. და ვინც ვერ წევდა კიდე დაგილოცოს ღმერთმა ხელოვნური ინტელექტით გააკეთებენ ფოტოს გამოაჩენებენ ჯო. ხელოვნური ვიცი რომ დოლოგანი არ გაქვს ნანახი და პარიზი და ბერლინიდან რომ ფოტოებს დევს. რაცხა მაქვს ვერაა საქმე. ხელვაჩავრიდან ხულოში ასლამდე ყველა ნისიის როებში წერი ხარ და ბერლინიდან ფოტოებს დებ. რაცხა საეჭვო ამბავია. დავანებოთ მაგას თავი. ადრე არ ქონდა კომპიუტერი, არ ქონდა PlayStation-ი, თამაშები, იყო ერთი მარიო და 10 მეზობლის ბაღანა და გადმოდიოდნენ და ხან ერთი თამაშობდა, ხან მეორე და არ იყო, მაგრამ ახლა რომ მიადგებით ამ ვიღაცის თამაშს რო ვიდეოს უყურეს ჩო, ვიღაცის თამაშის ვიდეოების ყურებას, შენი თამაშე. ჯოისტიკი მაისტი იკავე ხელში, ვითომ შეერთებულია და ვითომ შენ თამაშობ ჩო. თამაშებია ნუ იტყვი, ჯო, GTA მანქანაში დაждები გეიქცევი ჯო. ადრე სად იყო მანქანა გადატეხილი ჯოხს დევკავებდით და ვითომ რული იყო და დავბოდით ჯო, ფეხის ძირი გქონდა გამძრავი. მაგაზე გამახსენდა და ახლანდელი ადრე იყო ხრუშოვკა корпуსი და ახლანდელი корпуსი ბივე სადარბაზოში ლიფტი გათიშული იყო შევეი კაროჩე კიბით ევალ მეთქი 200 საფეხური ევიარე შევხედე პირველი სართული აწერია ჩო მესამე სართულიდან იწყებთ პირველ სართულს რა გჭირდა ჩო ზოგადად მისლაში გეზარება ჩო ლიფტი რომ არ იყოს მისლა მარა ხომ და მანქანით და მიხმიდე საწვავი და ჩაასხა ჩო საწვავი ისე გაძვირდა რომ გონი საფერავზე ძვირია უკვე თავის დაწვა რომ მოგინდეს 2 წელის ორნაბიჯში და სპაში დაიმუშაო რომ ბენზინი იყიდო და თავი დაიწვა ჩო აი ავტობუს საზოგადოების ტრანსპორტი ცხონკლად გავძვირდა და ბოლოს გადავჯდებით ცხენზე და ვივლით ცხენით. საცობი არ იქნება და რამე და საცობი ცხენს რატო? ისე ცხენებში რომ საცობი იყოს, მართლა ცუდი იქნება და წინაი ცხენის უკანას დაუყურო საცობში. თუ უნდა რაც ხახო მაგაყროლებს და ესა. კიდევ ეს გამოთქმა ვერ დავამუღამე. ნიჭიერია, მარა ზარმაცი. მაი რა ფერია, ჯო? ნიჭიერია, მარა ზარმაცი. აბა შტერიაო ხომ არ იტყვია. ყველა ვინც უნიჭოა ნიჭიერია, მარა ზარმაცი. ხარ ნიჭიერია, თუ არის ზარმაცო და იქნები ნიჭიერი. ახლა კიდე სავარჯიშო დარბაზებია მოდაში. ვისაც არ ეზარება ფიტნესზე დალბის. აი ვარჯიში კაია, მაგრამ ორჯერ გირას აწევდასო, წევიდა კუნთების მარიაჟი, მიხრა-მოხრა, რა იქნა, ჯერ ოფლი არ გამოგხსნია, სამჯერ იყავი მისული ფიტნეს კლუბში და ჯერ ოფლი არ გამოგხსნია და კუნთები გამოგივიდა. ცოტა ვარჯიში რომ მე ფოტო გედე იყო და განსხვავება იყოს ცოტაჯო და ამ დარბაზეთმაც მაშინ დააწესეთ რომ ვარჯიში ამდენი ღირს ფოტოს გადაღება ამდენი და იქნება ფოტოსტუდია დარბაზი ხო, მაგრამ თქვი ამაგას უკვე. ან ChatGPT-ით გააკეთე და რაღაც იღებ აბონემენტს. მოკლედ ეს მინდოდა მეთქვა რა, წავედი, კარგად იყავით, გამოიწელეთ და ალაიქეთ. ხო? მოვალ, ცხრიანები დაარიგე. ზღვარზე და ოციანზე. ოღონდ ოციანი, ღვინო კი არა, ბენზინი. აბა ჰე.